დღეს ჩემი მეგობარი დააკავეს და მივწერე დედამისს, რომ მეთქი დავამშვიდო, ხوار ნერვიულობს ადამიანი, ყოჩაღად დამხვდა ქალი, მე იქით თვითონ მეუბნებოდა იქით პროცედურებს, რომ ეხა ალბათ მანქანაში იქნება, მე ალბათ სასამართლოში წაიყვანენ და ეს გვიან ღამემდე არ გამოგვიჩენენ ადამიანს. ხო და ძალიან გამიკვირდა, რომ ადამიანი ასაკოვანი ქალოდან თერგო კირთაძის დედა ესე ყოჩაღად და მზად არის მისი შვილის დაჭერისთვის და მზად არის რომ ეს ნორმაა რა ეს ავტოკრატიულ ქვეყანაში შეიძლება შვილები წაიყვან. ნათია ლეთოდიანის ვიდეო შემხვდა და რომ იჭერდნენ ბებიამისმა როგორც ჭეშმარიტ ბებიას. შეეფერება ესე მიაწახა რომ რამე მოიხურე რამე მოიცვი რომ ციხეში ისე არ წავიდეს. ხო და ეს როდიდან გახდა ჩვენი ქართველებისთვის ნორმა რომ ესე დღისით ადამიანებს იტაცებენ დედები და ბებიები კი მზად არიან რომ ნუ ხო ესე ხდება ესეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ. ამ რამდენიმე დღის წინ 71 წლის დევნილ ქალს 4-5 ეკიპაჟი დაესხა თავს პირვადი სტარების გამო. ანუ სადაური ნორმა რანელი მშვიდობა ესაა რომ პირვადი სტარება იმსახურებს ჯერ ამხელა სახელმწიფო რესურსის მოწმენას რომ პოლიციელები გამოყარო ამდენი და თან რა 71 წლის ქალს გაეკიდო პირვადი რატო იკეთიაო ანუ ამ ქვეყანაში კარგად ვინ იქნება? აი რანაირად შეიძლება ამ ქვეყანაში კარგად იყო. დღეს კიდევ დედაც დაიჭირეს და მამაც და 3 მცირეწლოვანი ბავშვი დარჩა სახლში. ანუ ორივე წაიყვანეს რაღაც აი საბჭოთა კავშირის NKVD სტილში რაღაც აი არ ვიცი აი სად არის ეგ ნორმა, სად ითვლება ეგ ნორმა, თუ ეგეთი რაღაც, ეგეთი ქცევა ნორმალურია, რომ აი რაღაც მე ქუჩაში დგომის გამო სიკეთია საზოგადოებისთვის, ვინმესთვის კარგია, რომ ორივე მშობელი წაიყვანო და 3 მცირეწლოვანი ბავშვი ესე დასტრესო. რომ მარტო სახლში არიან და მშობლები გაიტაცა პოლიცია. ხო და ეს უსამართლო სასამართლო და ეს უგვანი პოლიცია ხო მარტო ჩემი პრობლემა არ არის. ან მარტო იმათი პრობლემაც არ არის, ვინც დაიჭირეს. აი ღარიბაშვილია ეხლა ძიმე დღეში. ხო და იმისთვისაც ღარიბაშვილისთვისაც ხო ცუდი პოლიცია და ცუდი სასამართლო იქნება. ეხლა ბატონი გაუბრაზდა და კარგად მიჭოჭა. მაგრამ ხო მასაც არ ექნება სამართლიანი სასამართლო. ხო ღარიბაშვილიც დაიჩაგრება. ამდენი წელი მართავდა ქვეყანას და ამდენი მილიონი აქვს შეშხაბუნებული. მაგრამ ამანაც ვერ დაიცვა, ხო? რამდენიმე დღის წინ ქართული ოცნების მხარდამჭერი იყო და ის ამბობდა, რომ აი მისი შვილი დაიჭირეს და აღშფოთებული იყო, ხო და აი წარმოგიდგენთ, ამ პარტიას ხარს უჭერდა, ამ პარტიის გაძლიერებისთვის ვრუნავდა და ისიც ვერ უზრუნველყო, რომ მისი შვილი დაეცვა უსამართლობისგან, ვერ უზრუნველყო, რომ